ქალბატონებო და ბატონებო, კოალიცია ცვლილებისთვის პირველი ყრილობა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია. მიხარია რომ ამდენ გულანთებულ პატრიოტს ხედავ ჩვენს პირველ ყრილობაზე. მიხარია რომ კოალიცია ცვლილებისთვის ნომერ პირველ ყრილობაზე ამდენი პატრიოტი, ამდენი მებრძოლი და ამდენი გულანთებული ჟინიანი ქართველია. ჩვენი ნომერია დღეს ჩვენი კოალიცია ნომერი 4 თავარ სათქმელს გეტყვით აქედან რუსთავიდან და ეს არ არის შემთხვევითი. ქალაქი რუსთავი ავირჩიეთ შეგნებულად. ეს ქალაქი არის საქართველოს ყველაზე უფრო სწორად და ზუსტად ამსახველი სიმბოლო. ქალაქი უზარმაზარი პოტენციალით, მაგრამ გაჩერებული. ქალაქი სიმდიდრის და კეთილდღეობის უზარმაზარი შესაძლებლობებით, რაც ხელმიუწვდომელია ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. შესანიშნავი, წარმოუდგენელი, განუმეორებელი ახალგაზრდებით, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდებიან ევროპული ქვეყნების მათ თანატოლებს, მაგრამ არანაირი პირობა მათთვის შექმნილი ამ ქალაქში არ არის და ამიტომ ტოვებენ ქალაქს, ან სხვაგან მიდიან, ან ქვეყნიდან გადიან. ქალაქი შრომის მოყვარე ქალებით და კაცებით, რომლებიც ვერაფერს ვერ აღწევენ თავის ქალაქში და მიდიან ქვეყნიდან ემიგრაციაში და იქიდან ცდილობენ არჩინონ თავისი ოჯახები. მათზე არავინ არ ზრუნავს, მათ არავინ ასაქმებს, მათ არავინ არც კი ესაუბრება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მათი ოჯახის მომავალი, რა კეთდება იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ ამ ქვეყანაში საკუთარ სამშობლოში და დიახ, მეგობრებო, ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარ სამშობლოში. როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს უცხო ქვეყანაში, მისი ბედნიერება მაინც აქ არის, სადაც მისი ფესვებია, საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ წარმატებას. დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ ბედნიერებას. დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ საუკეთესოს, რისთვისაც მიუღწევია ჩვენს წინაპრებს და რისთვისაც იბრძვის ჩვენი მომავალი თაობა. და დიახ, ჩვენმა თაობებმა ეს ყველაფერი უნდა მოვიპოვოთ ჩვენი გამბედაობით, შრომის მოყვარეობით, ნიჭიერებით, დაუზარლობით, იმიტომ რომ ჩვენ გვეძახის ჩვენი სამშობლო. მე მინდა მიმართო სტუდენტს. ჩემო ძვირფასო, შენ როგორ ისწავლი და ისწავლი თუ არა, ეს ჩვენი ქვეყნის, შენი სამშობლოს, ჩემიც, ყველა ჩვენთაგანის მომავლისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის ნომერი 4 ყველაფერს გააკეთებს, რომ იმის გამო, რომ ფული არ გაქვს, არ დარჩე უსწავლელი, რომ იმის გამო,
რომ ვიღაცას არ მოწონხარ არ დარჩე უსწავლელი იმის გამო რომ ამ ქვეყანაში შენთვის პირობები არ არის არ დარჩე უსწავლელი წახვიდე წინ და წინ წაიყვანო შენი ოჯახი შენი ქალაქი და შენი სამშობლო მოდი არჩევნებზე და შეცვალე 26 ოქტომბერს იმიტომ რომ მომავალი შენია მე მინდა მიმართო აფხაზეთიდან და სამოჩაბლოდან დევნილებს არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ეს ქვეყანა ყველა ქართული ქალაქი თქვენი არ არის არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ თქვენ ვერ დაბრუნდებით არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ თქვენ ვინმეს დაავიწყდებით ჩვენი დაბრუნება არ არის ომში ამ ქვეყანაში ომი არ იქნება არასდროს ჩვენი დაბრუნება ჩვენი იმიტომ რომ მეც დევნილი ვარ გადის ევროკავშირზე ჩვენ შევალთ ევროკავშირში და ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად და მომავალი თქვენია მე მინდა მიმართო მასწავლებელს ჩემო ძვირფასო ჩემო მომთმენო და გონიერო არც ერთი წამით არ იფიქრო რომ ამ ქვეყანას შენ დაავიწყდები და ყველა ხელისუფლება ისე გამოგიყენებს როგორც ყველა შემდეგი ხელისუფლება ისე გამოგიყენებს როგორც ეს სამარცხვინო ხელისუფლება ღირსეული ცხოვრება განვითარების და თვითგანათლების პირობები და შენი მოსწავლეების კეთილდღეობა ეს არის რასაც პირდება ჩვენი კოალიცია მომავალი შენია მე მინდა მიმართო ქართველ მშობლებს დედებს და მამებს ძვირფასებო ჩვენი შვილები მათი ბედი მხოლოდ ჩვენ ხელშია ჩვენი სამშობლო მათია და ჩვენ ეს სამშობლო მათ უნდა გადავაბაროთ რომ მათ მართონ და ეს არის ჩვენი ბედნიერების წინაპირობაც მათი მომავალი ჩვენი ბედნიერებაა მათი ბედნიერება ჩვენი მომავალია მომავალი ჩვენია მე მინდა ჩემ შვილებს მივასალმო აქედან კეკე სანდრო მამიკო ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩვენ ვიმსახურებთ ისე როგორც ჩვენ გვინდა ბოდიშს გიხდით იმისთვის რომ თქვენი ცხოვრება აირია ჩემი არეული ცხოვრების გამო ჩემი ბრძოლის გამო მაგრამ ეს ბრძოლა ჩვენია და მომავალი თქვენია მე მინდა მიმართო ჩემს სოლს სოფოს რომელიც ჩემი მთავარი საყრდენია რომელიც ჩემი მთავარი სიყვარულია რომელიც ჩემი იმედია ყველაფერში და ვთხოვო რომ მაპატიოს ის რაც ჩემმა არეულმა ცხოვრებამ ჩემმა ბრძოლამ მას მოუტანა მაგრამ სუსტად ვიცი რომ მეპატიება რომ მას ჩემი პატიება არ გაუჭირდება იმიტომ რომ ეს ბრძოლა მისიც არის და მომავალი მისია მე მინდა მიმართო ქართველ გლეხს ფერმერს ჩემო ძვირფასო არ მოგატყუოს არავინ რომ სახელმწიფოსგან ყოველწლიურად დახმარება გჭირდება არ მოგატყუოს არავინ რომ შენი შრომა ფუჭია არ მოგატყუოს არავინ რომ მარტო რუსეთია შენთვის გამოსავალი ევროკავშირი ამერიკა ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი ამ სამარცხვინო უმცირეს და არაფრის მომცემ რუსულ ბაზართან შედარებით შენი იქნება როგორც კი მოვალთ და მომავალი შენია
მე მინდა მივმართო ქართულ მუშებს, შრომელ ხალხს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ევროპული ქვეყნები ამას აკეთებენ. თქვენ იქნებით დაცულები, თქვენზე იზრუნებენ და თქვენ თავს არავინ არ დააჩაგრინებს. არავის, არასდროს და ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით. კოალიციის მოსვლის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრები და მომავალი თქვენია! მე მინდა მივმართო ქართველ ბიზნესმენებს. განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესმენებს. ძვირფასებო, არ შეგეშინდეთ. თქვენ ხართ მთავარი ძალა ამ ქვეყნის წინწაყვანის. თქვენ ხართ მთავარი ხალხი, ვინც დაამარცხებს სიღარიბეს და იმას მოუტანს ამ ქვეყანას, რომ არავის არ უჭირდეს, არავის არ შეიოდეს, ყველას კონდეს სწავლის, ჯანდაცვის და დაშვენების და ბედნიერი სიბერის ფული. თქვენ უნდა მოიტანოთ საქართველოში ბედნიერება და ბედნიერი მომავალი, მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ. არავითარი რეპრესიები, არავითარი დაჭერები, არავითარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი და ამ ყველაფრის მერე შეუძლებელია რომ არ თქვათ, მომავალი თქვენია! ჩემო ძვირფასო საჯარო მოხელე, შენზე დგას ეს ქვეყანა. რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა შეიცვალოს, რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში. შენ და მხოლოდ შენ, ჩემო ძვირფასო საჯარო მოხელე, მუშაობ ჯუმად, დაუზარალად, კომპეტენტურად და მუშაობ იმიტომ, რომ გიყვარს შენი სამშობლო და იცი ზრუნვა, იცი მისი წინწაყვანა და არავის არ მისცე შესაძლებლობა, როგორც ნანა მალაშხიამ არ მისცა, როგორც ათასობით საჯარო მოხელემ არ მისცა, არ შენ არ მისცე შესაძლებლობა არავის, რომ შენი ნაშრომი წყალში გადაყაროს თავისი ფულის, თავისი უსაფრთხოების გამო, შენი წინწაყვანილი ქვეყანა უკან დახიოს და ისევ რუსეთისკენ წაიყვანოს. შენ მიყავს ეს ქვეყანა წინ, შენ მიყავს ეს ქვეყანა ევროპისკენ და ამიტომაც მომავალი შენია! ჩემო ძვირფასო რელიგიურო, ეთნიკურო, სხვა ნებისმიერ უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები. თქვენი ჩართულობა ქვეყნის მართვაში მარტო ის კი არ არის, რომ თქვენი თემის პრობლემები წარმოადგინოთ. არა და არა. ესეც, მაგრამ მთავარი, თქვენ უნდა მართოთ ქვეყანას სრულფასოვნად, მიიღოთ ყველა გადაწყვეტილება თავდაცვაზე, ჯანდაცვაზე, დემოკრატიაზე, საგარეო კურსზე და იყოთ სრულფასოვანი წევრები ამ საზოგადოების. არა თქვენი თემის წარმომადგენლები მხოლოდ, არამედ მმართველები და მფლობელები ამ ქვეყნის, როგორც ღირსეული მოქალაქეები და ნამდვილად, როგორც კი ჩვენ კოალიცია მოვალთ ხელისუფლებაში, არავითარი ჩაგვრა, არავითარი დამცირება, არაფერი მსგავსი პირიქით სრულვა და გათანაბრება ნებისმიერ სფეროში საზოგადოებრივი ცხოვრების იქნება მეორე დღესვე. რატომ? იმიტომ რომ მომავალი თქვენია! ჩემო ძვირფასო კულტურის სფეროს წარმომადგენლებო, ხელოვანებო, მე მგონია, რომ სახელმწიფო უნდა გაძლევდეთ იმდენ ფულს, რამდენიც კულტურის განვითარება სჭირდება. ერთ კულტურულ წარმატებას, კულტურის სფეროს ერთ წარმატებას, მოდი ასე ვთქვათ, შეუძლია 100-ჯერ უფრო მეტი შედეგის მოტანა ქვეყნის ბედნიერებისთვის,
პოპულარიზაციისთვის და წარმატებისთვის, ვიდრე უამრავ სხვა პროექტს. და ჩვენ გამორჩეული ქვეყანა ვართ ამ მხრივ. ჩვენ ვეფხისტყაოსნის, ნიკო პიროსმანის, ანჩელის ქვეყანა ვართ. და ეს ფული თქვენ მოგეცემათ იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფო აქოთ დაადიდოთ. არამედ იმიტომ, რომ თქვენს ხელოვნებაში შედევრები შექმნათ და თუ საჭიროა და ალბათ ყოველთვის საჭირო იქნება სახელმწიფო აკრიტიკოთ, იმიტომ რომ ხელოვნება თავისუფალია და უკვდავი და მომავალი ქართული ხელოვნების არის უკვდავი. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და მომავალი თქვენია. მე მინდა როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა მიმართო პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, მათ გულშემატკივრებს. ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენი მსახურებთ. მე ვარ თქვენი გულშემატკივარი. ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ შემთხვევაში. მადლობა იმისთვის, რომ ხარს მიჭერდით. დიდი მადლობა ამისთვის. ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენ თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, რომ ეს მეკონტროლებინა. და მე მგონია, რომ ამ ქვეყანას ნებისმიერი ადამიანი უნდა უღირდეს დიდ ფასად, ნებისმიერი პატიმარი ჩვენი საზოგადოების წევრია და ჩვენ მას ველოდებით თავისუფლებაზე და მომავალი მისია. ჩემო ძვირფასო იურისტები, თქვენ გჭირდებათ სასამართლო, თქვენ გჭირდებათ პროკურატურა, თქვენ გჭირდებათ გამოძიება, პოლიცია, რომელიც მოშორებული იქნება პოლიტიკას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ჩვენი კოალიციის ჩათვლით და თქვენ ამას მიიღებთ. თქვენი პროფესია დღეს წონა დაკარგულია. ჩვენ ამ წონას აღვადგენთ და თქვენ ყველაფერს მოიგებთ სასამართლოში, სხვაგან, ნებისმიერ ადგილას. ადვოკატებს მიმართავ ჩემ კოლეგებს. იმიტომ რომ დემოკრატიაზე მნიშვნელოვანი, სამართლიანობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ამ ქვეყნის დემოკრატია პირველ რიგში თქვენ იურისტებო წინ უნდა წაიყვანოთ და მომავალი ამ ქვეყნის თქვენზეა დამოკიდებული და მომავალი თქვენია. ჩემო ძვირფასო პოლიციელები, ეს ქვეყანა თქვენი დასაცავია, წესრიგი ამ ქვეყანაში თქვენი დასაცავია. ბევრი იმედგაცრუება მოგსვლია ჩვენ იმის გამო, რომ არ ვიყავით ერთ მხარეს, არ ვიყავით იმიტომ, რომ სხვა მიმართულებით დაიწყეთ სვლა. მაგრამ მე მჯერა ქართული პოლიციის წესიერების, უფრო სწორედ მე იმედი მაქვს ქართული პოლიციის წესიერების. ჩვენ ყველანი პირველ რიგში თქვენზე ვიწყებთ ფიქრს, როგორც კი რამე გვიჭირს და ნუ გაგვიცრუებთ ამ იმედებს. ჩვენი იმედები თქვენ გიკავშირდებათ და თქვენ ამ ქვეყნის ხერხემალი უნდა იყოთ, აუცილებლად უნდა დაგვიცვათ ჩვენ მოქალაქეები და არა ვიღაც, ვინც მიგიჩნევთ პირად დაცვათ და გვარდიათ. უნდა დაიცვათ თქვენი სამშობლო და მაშინ ყველაფერი იქნება კარგად და მაშინ მომავალი თქვენია. სიამაყე ჩვენო ჯარო, ჩვენო ჯარისკაცო, ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ არასდროს არ მიგატოვებს ქართველი პატრიოტი.
რომელი პარტიის წევრის არ უნდა იყოს. ჩვენო ძვირფასო ჯარისკაცო, არასდროს ბოდიშს არ მოვიხდით იმისთვის, რომ ქვეყანას იცავდი, მის ინტერესებს იცავდი და მტერს ებრძოდი იმისთვის, რომ სამშობლო გადაგერჩინა. ჩემო ძვირფასო ჯარისკაცო, არც ერთი წამით არ მოდრიკო თავი, არც ერთი წამით არ იფიქრო, რომ სამშობლო დაგივიწყებს. ახალი ხალხი მოდის, შენი დამფასებელი, ჩემო ძვირფასო ჯარისკაცო, შენი მოყვარული და შენზე მზრუნველი, ის ვისაც მიაჩნია, რომ მომავალი შენია. ძვირფასო პენსიონერო, ხო არავის არ გონია, რომ ხვალ ყველა პენსიონერი კარგად იცხოვრებს, მაგრამ ასეა. ჩვენი გზა ევროპისკენ არის. ჩვენ არ პირდებით შეუძლებელს. ჩვენ პირდებით ევროკავშირს და აქედან გამომდინარე ყველა სიკეთეს, ჯანდაცვაში, პენსიის ზრდაში, ყველაფერში რაც ჭირდება. ოღონ ამას ჭირდება დრო. ვერ მოგატყუებთ. ეს არ არის არც ჩემი მეგობრების, არც ჩვენი კოალიციის წესი და რიგი. ჩვენ სიმართლე უნდა გითხრათ. დრო დაგჭირდება, მაგრამ ყველაფერი იქნება კარგად და დიახ. რამდენი წლისაც არ უნდა იყო. ევროკავშირი იქნება ამ ქვეყანაში შენ მოესწრები და დიახ, მომავალი შენია. ძვირფასო ექიმი, ხომ კარგად იცი, რომ ამ მთავრობის მოგონილი ჯანდაცვის რეფორმა ფუჭი და ყალბია. ხომ კარგად იცი, რომ ამ პრობლემებმა პირველ რიგში ექიმებზე და სხვა მედპერსონალზე გადაიარა. ხომ კარგად იცი, რომ არავის არ აღელვებს შენი ბედი, შენი პროფესიონალიზმი, შენი ადამიანებზე ზრუნვა. ექიმზე უფრო მნიშვნელოვანი, როცა ადამიანს უჭირს, არავინ არ არის ამ ქვეყნად. და დიახ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იცხოვრო უკეთ, შემოსავალი კონდეს მეტი და განავითარო შენი საკუთარი თავი, შენსავე პროფესიაში და პირდები. მომავალი შენ. ჩემო ძვირფასო ემიგრანტო, მუშაობ თავდაუზოგავად. მუშაობ იმისთვის, რომ მარტო შენი ოჯახი კი არ არჩინო, ამ ქვეყნის ბიუჯეტი შეავსო. უნდა დაბრუნდე. ჩვენ შევქმნით ყველა პირობას, რომ დაბრუნდე. მერე შენ გადაწყვეტ, რა გააკეთო. ხვალ დაბრუნდე, თუ ერთი თვის მერე, თუ ერთი წლის მერე. მაგრამ დასაბრუნებელი გექნება და აქ პირობები გექნება აუცილებლად და ნამდვილად შენ ქვეყანას უკვე შენ აქედან წაიყვან წინ და მომავალი აუცილებლად დადგება უკეთესი ევროპა იქნება ამ ქვეყანაში აუცილებლად და მომავალი შენ. ჩემო სპორტსმენები, ძვირფასო საამაყო და ერის გამამთლიანებელი, ჩემი უახლოესი ახლა შეძენილი მეგობრის, უკეთილესი და წარმოუდგენელი კაცის, ზურიკო დათუნაშვილის მაგალითით მოგმართავ. მან უარი თქვა სიაში ყოფნაზე და თქვა, რომ ჩემი საქმე არის ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლა. მე უნდა შევცვალო ის, რაც მე ამ ქვეყნიდან გამაქცია და დაიყოს პარლამენტში ის, ვისაც ჩემზე უკეთესად ესმის ქვეყნის მართვა. გთხოვთ ძალიან,
ნუ შექმნით თქვენგან განხეთქილების ახალ კერებს. იზრუნეთ თქვენ სამშობლოზე ისე, როგორც აქამდე გიზრუნიათ. გაგვახარეთ თქვენი მიღწევები და ჩვენ გაგახარებთ ჩვენი დამოკიდებულებით. კოალიცია სრულებისთვის ნომერი 4 ყველაფერს გააკეთებს, რომ მეტი მედალი იყოს, მეტი გამარჯვება იყოს და მეტი ბედნიერება გქონდეს ჩვენ ხალხს, იმიტომ რომ მომავალი თქვენი. ჩემო ძვირფასებო, ალბათ მოგმართეთ ყველას. შეიძლება ვინმე გამომჭა და მათაც ვეტყვი, რომ მომავალი თქვენია. მე მინდა მივმართო ქართულ ხალხს. ისტორია იშვიათად იძლევა პრივილეგიას და ფუფუნებას, გადაარჩინო სამშობლო. ჩვენ ეს ფუფუნება და პრივილეგია გვაქვს, მაგრამ ამავდროულად გვაქვს უმძიმესი პასუხისმგებლობა ეს შევძლოთ. გამოვტაცოთ რუსეთს საბოლოოდ საქართველოს. წავიყვანოთ ევროპისკენ და გავხადოთ მთავარი დასაყრდენი დასავლეთისა არა მხოლოდ ჩვენ რეგიონში, მთელ შავიზღვისპირეთში და ჩვენი ხალხი უზრუნველყოთ იმით, რომ იყვნენ უსაფრთხოდ, უზრუნველყოფილად და ბედნიერად არ გარბოდნენ მუდმივად უბედურებისკენ, არამედ ესწრაფოდნენ ბედნიერებას. ეს ჩვენი ვადია და მის შეუსრულებლობას არ გვაპატიებენ ჩვენი წინაპრები და ჩვენი მომავალი თაობა. ამიტომაც ჩვენ მოვალთ 21-ში და შევცვლით, იმიტომ რომ მომავალი ჩვენია. კოალიცია ცვლილებისთვის ნომერი 4. მიყვარხართ წარმატებები, აბა თქვენიცი. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია. მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია, მართლა ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ მომენტში, ასეთ გადამწყვეტ მომენტში ამდენი ვართ, ასეთი შემართებით ვართ, ასეთი რწმენით ვართ და ერთმანეთში ვხედავთ მომავლის ძალას. იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა სიმართლის ძალით, იდეის გარშემო, ღირსებით და რწმენით და გამოვიდეს და თქვა საკუთარი სათქმელი, ჩვენ შევქმნით ისტორია. და ამ შექმნილმა ისტორიამ დღეს თბილისს ბერლინიდან დაარქვა ევროპის დედაქალაქი. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მართლა მთელი მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი პრინციპული, მშვიდობიანი, ერთიანი ბრძოლით და ყველა პოლიტიკოსზე, ყველა მთავრობაზე, ყველა პარტიაზე უკეთესად საქართველოს მოქალაქეებმა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, განსხვავებული პარტიული მოწონების შეიძლება სრულიად განსხვავებულმა ადამიანებმა მთელ მსოფლიოს გააგონეს, რომ ჩვენ ვეუბნებით არას ძალადობას, ვეუბნებით არას ღვარდს, ვეუბნებით არას დაყოფას, ვეუბნებით არას ბოროტებას და ვეუბნებით არას რუსეთს. დღეს ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ შევიკრიბეთ, რომ თქვათ, კი ცვლილებებს, კი სისტემურ ცვლილებებს, კი ნამდვილ ცვლილებებს, ჭეშმარიტ ცვლილებებს, ძირეულ ცვლილებებს და კი ევროპას. მეგობრებო, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გააჩერებს და ჩაახშობს ისევე როგორც ვერც ერთმა ჭავლმა, ვერც ერთმა ციცაკის სპრეი,
ვერ გააჩერა ეს ჩვენი განაცხადი და საქართველოს სახე იმ დღეებში შექმნა საქართველოს მოქალაქემ და არა ოლიგარქმა რაც არ უნდა ძალაუფლება ქონოდა ხელში სწორედ ამ შემართებით უნდა წავიდე ჩვენ ამ ისტორიულ არჩევნებზე და როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის ისტორიული არჩევნები ეს არ არის უბრალოდ ხმამაღალი სიტყვა და სადღეგრძელო ეს არის კონკრეტული პასუხისმგებლობა ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა ჩვენი წინაპრების ჩვენი ისტორიის და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე იმიტომ რომ საქართველო თავის კულტურით ისტორიით რელიგიით მრავალრელიგიურობით იდენტობით ეროვნული იდენტით შეიქმნა ევროპის წიაღში ჯერ კიდევ ელინისტური ხანიდან ჩვენ ამაყი ევროპელები ვართ და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და დღეს დადგა დრო როდესაც საქართველო დღეს აქ და ახლა უნდა იყოს ევროპის და ევროკავშირის წევრი ჩვენმა წინაპრებმა მებრძოლებმა ადამიანებმა ვინც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის გადმოგცეს თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენი პასუხისმგებლობაა მათ წინაშე რომ ეს თავისუფლება საჩუქრად კი არ მივიღოთ მოუფრთხილდეთ შევინარჩუნოთ შევქმნათ გავაძლიეროთ და გავამყაროთ იმ სივრცეში რომელიც არის სწორედ თავისუფლების კეთილდღეობის განვითარების და მშვიდობის სივრცე და ეს არის ევროპა ჩვენ როცა ვამბობთ რომ ისტორიული არჩევნებია კიდევ ერთხელ ეს არ არის ცარიელი სიტყვები ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი მომავალი თაობის წინაშე რომ მათ აღარ მოუწიოთ ამ სიბინძურის ამ ისტორიის გადაწერის ამ სამარცხვინო ბოდიშის ამ შეურაცხყოფის ერთმანეთთან დაპირისპირების როგორ შეიძლება პოლიტიკური პოზიციის გამო ჩემი მტერი გახდეს ჩემი თანამოქალაქე დაუშვებელია ეს არ უნდა დაუშვათ ეს უნდა გადავაბიჯოთ ამას იმიტომ რომ ეს არ არის საქართველო და სწორედ ამიტომ ამ ვალდებულები ჩვენი მომავალი თაობების წინაშე რომ ეს აღარ მოუწიოთ და იცხოვრონ სოფლიოს ყველაზე მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი და გავხდეთ ევროპის წევრები. ასევე ჩვენ ყველა თაობის ახალგაზრდა სხვადასხვა ასაკის ხალხი აქ და ახლა დღეს ვიმსახურებთ ევროპას, დღეს ვიმსახურებთ რომ საქართველოს პასპორტთან ერთად ამახათ გვედოს ევროპის პასპორტი, ევროკავშირის პასპორტი და დღეს აქ და ახლა სარგებლობდეთ ამ სიკეთეებით. ჩემთვის გულწრფელად გეტყვით არ არსებობს ამაზე დიდი პასუხისმგებლობა ამაზე დიდი პრივილეგია და ამაზე დიდი თვირთით უგნებავ რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური დავალება ეს კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა ეს კონკრეტული პოლიტიკური გამოწვევა ავიღოთ ხელში განვახორციელოთ და მართლაც ეს ქვეყანა ამახათ იდგეს ევროპის რიგებში ამაზე უკეთეს ვერაფერს ჩვენ ვერ შევქმნით ჩვენი კოალიცია საკუთარი მრავალფეროვნებით, საკუთარი ისტორიით, შეცდომებით, სხვადასხვა ასაკის ხალხით, მებრძოლებით, აქტივისტებით, პროფესიონალებით, ყველაფრით ჩვენ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვიღებთ ამ თვირთს და ჩვენ შევასრულებთ ამ დაკვეთას. 27 ოქტომბერს საქართველო დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში შესასვლელად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთადერთი აი ამ წმენით, სიმართლით და ამ შემართებით მივიდეთ ყველა არჩევნებზე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ არავინ არ გვაჩუქებს არც თავისუფლებას, არც სამართლიანობას, არც ღირსებას და არც ევროკავშირს. უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთი რამე მინდა გთხოვოთ. როდესაც საკუთარ თავთან დარჩებით მარტო და გააფერადებთ ნებისმიერ თქვენ პროდასავლურ პარტიას და პატრიოტიზმი მინდა აქვე გამოვხატო ყველას მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ წინ კოალიციური მმართველობა გვაქვს. გააკეთებთ თქვენ პროდასალურ არჩევანს. იცოდეთ, რომ 26 ოქტომბრის ბიულეტენი არის განუზომლად უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი
დოლარი, ნებისმიერი ფული, ნებისმიერი ტყუილი, ნებისმიერი ჭავლი, ნებისმიერი ციცაბის სპრეი და ნებისმიერი ხელკეტი თქვენშია ძალა. ამ ბიულეტენში იქნება ძალა. სრულიადად ჩვენ ხელშია და გამარჯვება იქნება 26-ში. დიდი მადლობა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მოგესალმებით ყველას, ურმესმრალდება ყველას, რომ დღეს საღამოს აქ ხართ. იმდენად ცხად რეალობაში ვარ და იმდენად ნათელია თეთრი და შავი, ძალიან რთულია რამე ახალი თქვა, მაგრამ ორ სიტყვას გეტყვით მეც ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არჩევნები, ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, ცხადია, ჩვენ ყველა არჩევნებზე ადამიანებს ვხსნით ხოლმე, რომ ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი და განსხვავებული, მაგრამ ეს მოცემულობა, რომელიც ეხლა გვაქვს, მაინც არის განსაკუთრებული. აქამდე ამ ქვეყანას არ ყოლია უფლებაში რუსები. ძალიან კონკრეტულად. პირველად ბოლომდე ჩამოიხადეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე. ამიტომ ეს არჩევნები არ არის მარტივი არჩევნები, ეს არჩევნები არ არის მარტო ის ვინ მოვა ხელისუფლებაში, ეს არჩევნები არის ჩვეულებრივი ცივილიზაციური ბრძოლა. ცივილიზაციური ბრძოლა ის ზუსტად ისეთი, როგორც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს. მეორე მხარეს არის რუსეთი. და უნდა გვესმოდეს რას კარგავს ის. ამის გააზრება მგონი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, რუსეთი კარგავს არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთი კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, რუსეთი კარგავს გავლენას შავ ზღვაზე, რუსეთი კარგავს მონოპოლიას გადაზიდვებზე, სახმელეთო გადაზიდვებზე აზიიდან ევროპისკენ. საბოლოო ჯამში რუსეთი იღებს რამდენიმე ევროკავშირის სრულფასოვან წევრ და სავარაუდოდ ნატოს წევრ ქვეყანას, წარმატებულ ქვეყნებს საკუთარ საზღვართან, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გადაედოს შემდეგ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს. ეს ყველაფერი რუსეთის არის სერიოზული პრობლემა. ამიტომ ეს არჩევნები არის პრინციპული არჩევნები იქითა მხარისთვისაც. ამიტომ არის ფსონები ძალიან მაღალი. ამიტომ არის ეს არჩევნები ცივილიზაციური არჩევნები და ეს კოალიცია შეიქმნა ამის გააზრებით. ასევე რაც მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, გვახსოვდეს და გვესმოდეს 26 ოქტომბრამდე არის ის, რომ მიუხედავად იმისა, როგორი რთული არჩევნებიც არ უნდა იყოს, ესეთი შანსი, რომ ქვეყანა გავიყვანოს სამშვიდობოს, აქამდე ამ ქვეყანას არ ქონია. ჩვენ 3 ათეული წლის შემდეგ, ცოტა მეტი ის დამოუკიდებლობის მიღებიდან, პირველად გვაქვს შანსი, რომ გავძვრეთ და გავიდეთ სამშვიდობოს. ზუსტად ისე, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში, ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნები გავიდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და შემდეგ მათ მიყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეხლა 26 ოქტომბერს წდება ეს ამბავი. გავიყვანთ თუ არა ჩვენ ამ ქვეყანას სამშვიდობოს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქის დღეს, რომელიც დღეს ცოცხალია და ამ ქვეყანაში ცხოვრობს და არის ასევე ძალიან დიდი პრივილეგია. პრივილეგია მაგიტომაც არის, რომ არასოდეს არავის არც ერთ თაობას ამ ქვეყანაში ესეთი შანსი არ მიცემია. ამიტომ ამ შანსს ჩვენ გამოვიყენებთ. ეს კოალიცია მათ შორის ამის გააზრებითაც შეიქმნა. და მეორე, და ამით დავასრულებ. გაზაფხულზე აქციები როცა იყო, ყოველ საღამოს პრაქტიკულად ვიკრიბებოდით ხოლმე ხან პარტიები, ხან აქტივისტებთან ერთად, ხან NGO-ებთან ერთად, ხან რა ფორმატში და ყოველ საღამოს ეს აქამდე არ მომიყოლია, ყოველ საღამოს იყო ხოლმე რაღაცა ფრთხილი საუბრები, რომ აი ხვალ რა გავაკეთოთ, აქცია რო დავგეგმოთ, ხალხი გამოვა, თუ არ გამოვა, ხალხი თუ არ გამოვა, სისუსტის ნიშანი იქნება, ისა ეგეთი ნერვიულობა სულ არის ხოლმე ამ საქმეში. და რამდენიმე ადამიანი ვიყავით, რომელიც ყოველ დღე ეუბნებოდა ამ ხალხს, რომ ამის წყვილა გეშინიათ, იმიტომ რომ ეს ხალხი განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან, რომლებიც აპროტესტებენ, ესენი გამოვლენ მანამ, სანამ არ მოიგებენ. უბრალოდ არ გესმით თქვენ ვინ არიან ეს ახალგაზრდები, რანაირი ხალხი არიან, არ იცნობთ მათ და არ გესმით რომ ისინი იბრძოლებენ ბოლომდე.
ეხლაც ჩვენ რო დავდივართ ამაზე განსაკუთრებით მინდოდა ყურადღების გამახვილება. ეხლა ჩვენ რო დავდივართ და მოვიარეთ ნახევარი საქართველოს მოვიარეთ მეც და მელია მუდენი მოვიარა რა ვიცი. სადაც ხავს ხდებით. ძირითადი პრობლემა რასაც ვაწყდებით არის ეს რაღაცა უცნაური წმენის ნაკლებობა. ანუ ყველას უნდა ცვლილება, მაგრამ როცა ესაუბრები საბოლოო ჯამში რაღაცა წმენა აკლიათ რომ შევძლებთ თუ არა. ხო და ამ ახალგაზრდებმა ყველას ერთ ეგრეს ასეულებს. სინამდვილეში ამ ბრძოლას ჩვენ კი არ მოვიგებთ და პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები კი არ მოიგებენ. ამ ბრძოლას მოიგებენ ეს ხალხი. ეს ახალგაზრდები. ეგ არის რეალობა. ეს ახალგაზრდები ჯერ ერთი რაც ვნახეთ ხო ყველა გაგვაოცეს ხო ანუ გაგვაოცეს იმითი როგორი შეუპოვრები იყვნენ გაგვაოცეს აზროვნების და მეტყველების უნარით რა კომენტარებს იძლეოდნენ პოლიტიკოსები ვერ იძლევიან ეგეთ კომენტარებს ხო გაგვაოცეს რა ვიცი სამშობლოს სიყვარული ყველაფერი გვანახეს როცა არავის არ ელოდა და დადიოდნენ ხალხი და იზახდნენ ვა რა მაგარი შვილები გაგვიზდიაო სინამდვილეში ჩვენ რა გაგვიზდია თავის გაიზარდა მაგრამ მაინც ხო და ამ ბრძოლას მოიგებენ ესენი ეს ახალგაზრდები უკვე გამოსული არიან დიდი ხანია რუსეთიდან ესენი არც არასოდეს არ შესულან ჩემგან განსხვავებით რომელმაც 15 წელი საბჭოთა კავშირში მიცხოვრე და ბევრი ჩემი თაობის წარმომადგენლისგან განსხვავებით ესენი რუსეთისგან უკვე გამოსულები არიან ესენი თავისი შეგლებით თავისი მენტალიტეტით ყველაფრით ქცევით კულტურით ყველაფრით არიან უკვე ევროპაში ერთ-ერთი რაც ამას ჭირდებათ ის რომ ეს ყველაფერი გაიფორმონ ოფიციალურად 26 ოქტომბერს და ამას ჩვენ დავეხმაროთ ჩვენ და ჩვენი კოალიცია ამას გააკეთებს აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა ყველას კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა მელია მოგესალმებით ყველას და გამარჯვება საქართველოს გამარჯვება თქვენ გამარჯვება კოალიცია ცვლილებისთვის გამარჯვება 4 ნომერს საარჩევნო ნომერ 4-ს ყველას გვიხარია რომ დღეს ჩვენ ხედავთ აქ ერთმანეთს გვიხარია ხედავთ ამდენ ცვლილებისთვის გულანთებულ ადამიანს გვიხარია ხედავთ ადამიანებს რომლებსაც არა მხოლოდ გსურს და გჯერა არამედ შევწეს ძალა შევცვალოთ და თქვენ დიახაც თქვენ და ჩვენ შევწეს ძალა შევცვალოთ და რამ განაპირობა ეს ძალა ხალხო რამ განაპირობა ეს წმენა საიდან ეს ენერგია რამ განაპირობა ეს სულისკვეთება ეს ბრძოლის უნარიანობა ეს ჟინი ეს შემართება ეს мотиваცია ეს ენთუზიაზმი რამ განაპირობა და საკუთარი თავის შეგონება მხოლოდ არა რა თქმა უნდა განაპირობა სიმართლე და ღირსება და საიდანაც გამომდინარეობს ძალიან დიდი მორალური უპირატესობა რომელიც ამ ბრძოლაში არის უმნიშვნელოვანესი როდესაც მეკითხებიან ვისკენ ხარ რას უჭერ ხარ პირველ რიგში რისი თქმაც მინდა არის სიმართლისკენ ვართ და ღირსებისკენ ვართ სიმართლე და ღირსება ამ ბრძოლაში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და აქ ყოფი და ასევე მინდა ვთქვა რა შეიძლება განაპირობებინა ის რომ დღეს ჩვენ გვჯერა და ვართ ამ ბრძოლაში ჩართულები თითოეულ ჩვენგანს აქ და ასობით 1000 კიდევ კოალიცია ცვლილებისთვის ხარდაჭერს და ამორჩევს დიახაც აბსოლუტურად ცივი გონებით ვამბობ ასობით 1000 კოალიცია ცვლილებისთვის ხარდაჭერს და ვისაც არ ჯერა ამის რამდენიმე კვირაში დაწუნდება ჩვენ ყველა სულ რაღაცა ერთი წამით წარმოვიდგინეთ საქართველოს მომავალ წელს ცვლილებების გარეშე მე შემდეგ წარმოვიდგინეთ შემდეგი წელი ცვლილებების გარეშე შემდეგი წლის პერიოდი ცვლილებების გარეშე წარმოვიდგინეთ და ვთქვით
არა, ყველანი უნდა შევიდეთ ახლა და აქ ამ ბრძოლაში, ცვლილებების ბრძოლაში, ისტორიულ ბრძოლაში, შევიდეთ ბრძოლის შუაგულში, არა, ბრძოლის ავანგარდში, გავიმარჯვოთ და მოუტანოთ ცვლილებები მომავალ საქართველოს და მომავალ თაობებს. ჩვენ თქვით ერთი წამით გადავიხედეთ მომავალში და ვთქვით, რომ ცვლილებების გარეშე საქართველოს დიახაც ეს არ უნდა დაემართოს საქართველოს, ეს არ უნდა გადახდეს ქართულ სახელმწიფოს. მასასადამე თითოეული ჩვენგანი, თითოეული თქვენგანი მხარდაჭერები და ამორჩევლები კი არა ხართ კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო ნომერი 4-ის. არა, ეს დაკნინება იქნებოდა ასობით ათასი ადამიანის. თითოეული თქვენგანი ხართ ამ ცვლილებების პროცესის შემოქმედნი და ავტორები. რა განასხვავებს კოალიცია ცვლილებებს საარჩევნო ნომერ 4-ს სხვებისგან? ბევრი რამ, ძალიან ბევრი რამ. ხელისუფლება იბრძვის მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მაგრამ ამაოდ, თანაც ძალიან ამაოდ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც სურთ ამ დაჭაობებული პოლიტიკური მოპირისპირებული ხალხისთვის სისტემის არა შეცვლა, არამედ შეიძლება ჩანაცვლებაზეც ყაბულს ყოფილიყო, მაგრამ აქაც ძალიან ამაოდ, ეს არავის არ გამოუვა. და კოალიცია ცვლილებისთვის შეიქმნა და დაფუძნდა თქვენთან ერთად ერთადერთი მისიით, ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიით, რომ ჩვენ შევცვალოთ ფუნდამენტურად ქართული პოლიტიკური სისტემა, გავატაროთ სისტემური ცვლილებები იმ პოლიტიკური სისტემისა, რომელიც სამწუხაროდ ყველა ხელისუფლებამ მხოლოდ გაუარესა. ჩვენ არ ვიბრძვით ამ პოლიტიკურ სისტემაში მოთამაშეების შეცვლისთვის. ჩვენ არ გსურს იმ პოლიტიკოსებიდან, ვის დღეს ხელისუფლებაშია, რომელიმეს ადგილი დავიკავოთ. არ გსურს. არც იმ პოლიტიკოსების ადგილის დაკავება გსურს, ვინც ამ დაგვარ პოლიტიკურ სისტემაში წარსულში იყვნენ ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა კოალიცია ცვლილებები, ჩვენ ყველას ერთად შევცვალოთ პოლიტიკური სისტემა იმ დაგვარად, რომ გაჩნდეს სივრცე ახალგაზრდა, მათ შორის რა თქმა უნდა გამოცდილი ადამიანებისთვის, კეთილსინდისერი ადამიანებისთვის, პროფესიონალი ადამიანებისთვის. ჩვენ არ მოგწონს, საშინლად არ მოგწონს ერთი კაცის მმართველობა, არ მოგწონს ერთპარტიული მმართველობა. და ამას ჩვენ არ დაუშვებთ და კოალიცია ცვლილებისთვის არის ამისი გარანტი. მასასადამე რა გრჩება გამარჯვებისთვის. მათ შორის მაშინ, როდესაც ერთი ხელის გაწვდენაზეა ცვლილებები და გამარჯვება იმ არჩევანზეა, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა მოვიპოვოთ. ეს გარდაუვალია. ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე. ძვირფასებო, ყველანი არჩევნების დღეს, ან წინა დღეს, ყველანი უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ რეგისტრაციის მისამართებს, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს. კოალიცია ცვლილებისთვის არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელწოდება. თუ კი დააკვირდებოდით, მივხვდებოდით, რომ კოალიცია ცვლილებისთვის არის საქართველოს ისტორიის შემდეგი თავი და მისი სახელწოდება, როდესაც მრავალსუბიექტიანი, მრავალფეროვანი კოალიციით უნდა იმართებოდეს სახელმწიფო და არავის ასეთ შემთხვევაში აღარ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ხელში ჩაიგდოს მართვის სადავეები იმ დაგვარად, როდესაც უმრავლესობა მოსახლეობის მას არ ეთანხმება. და ამ გზაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიაროთ და მოვიპოვოთ ცვლილებები, სადაც პოლიტიკოსი ჩათვლის, რომ ქვეყანა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი პარტია.
მოვიპოვოთ ისეთი ცვლილებები თქვენთან ერთად, მეგობრებო, ახალგაზრდებო, მშობლებო, მოვიპოვოთ ისეთი ცვლილებები, სადაც ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის სხვებთან ერთად იმდაგვარად გარდაქმნის ეკონომიკას, რომ ეკონომიკა იმუშავებს ხალხზე და არა ხალხი მხოლოდ ეკონომიკაზე და იქიდან მე ამონაგები სიკეთეები ერთეულებზე გადანაწილდება. ჩვენ გსურს, რომ ქვეყანაში კრიზისიდან გამომდინარე არსებული ისტორიული შანსი, რაც პარადოქსია, გაჩნდა ასეთი შესაძლებლობა, ხელიდან არ გავუშვათ. ამას სჭირდება ერთადერთი რამ, მოვიკრიბოთ ძალა მიწიდან, ზეციდან, არ ვიცი, ყველა შინაგანი ძალა რაც კი არსებობს და მივიდეთ 26 გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა, წარმატებები თქვენ, წარმატებები მომავალ საქართველოს, წარმატებები დამოუკიდებელ საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა. 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 დაგიბრუნდით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე მინდა ყველამ ერთად გავიზიაროთ ის, რაც ჩვენმა კოალიციამ ძალიან ღირსეულად გაიარა, სიტყვა შეასრულა და გზამისცა ბევრ ახალ, საინტერესო, კვალიფიციურ პატრიოტს, იმიტომ რომ მომავალი მათია. თქვენ იცით, რომ მე უარი ვთქვი სიაში ყოფნაზე, პარლამენტში ყოფნაზე და გადავწყვიტე, რომ ჩემი საოცარი მეგობრებისთვის მიმენდო ამ ყველაფრის მართვა და მე გვერდში ვედგები, დავეხმარები და მინდა სამივეს მივესალმო, გულწრფელად თქვა, რომ ესეთი ლიდერები არ ყავს არავის და ვამაყობ, რომ მათთან ერთად ვარ კოალიციაში. მიყვარხართ ამბიო. მაგრამ ჩემი გასვლა ვინც რასაც არ უნდა ფიქრობდეს, იყო ნაკარნახევი იმით, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ, პროსტორე, ჩავხედოთ თვალებში სინამდვილეს. ჩვენ ხალხს ჭირდება სიახლე, ჩვენ ხალხს ჭირდება ცვლილება და ამ ცვლილებას ჩვენ მოვიტანთ და ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი მეგობრების თანხმობით, რომელიც არ იყო მარტივი მოსაპოვებელი, პირადი მაგალითით მინდოდა მეჩვენებია, რომ ნიკა გვარამია გადის გვერდზე და ადგილს უთმობს ევროპას, ბრძოლას, წარმატებას და რაც თავარია, საჯარო მოხელეს, ნანა მარაშხია! და მასთან ერთად ჩვენი საპარლამენტო ოცეული ნანა მარაშხია
ნიკა მელია, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, პარტია ახალის დამფუძნებელი. ზურა გირჩი ჯაფარიძე, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელი. გიგა ლემონჯავა, პარტია დროას აღმასრულებელი მდივანი, საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის სპეციალისტი, პროფესორი. თენგო თევზაძე, პარტია ახალის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი. ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, პოლიტიკის მეცნიერი, ლექტორი. გიორგი კირთაძე, პარტია ახალის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ეკონომისტი. ჭყონია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაცია აირჩიე ევროპის დამფუძნებელი, ეკონომისტი. ხათუნა სამნიძე, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი. ოქტაი ქაზუმოვი, ქართველოლოგი, ლიტერატორი და მთარგმნელი. მაია კოპალეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2009-2019 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. ბორის ჩელეყურვა, სისხლის სამართლის მაგისტრი, ადვოკატი. ანა გოგოლაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, ლექტორი და პარტია ახალის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გიორგი ბუტიკაშვილი, რუსეთის ჰიბრიდული ომის მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. გიორგი იმედაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების და ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო მიმართულების მენეჯერი. ელენე ხოშტარია, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, პარტია დროას დამფუძნებელი. სოფო გოლეთიანი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, კონსულტანტი. მარიკა არევაძე, ადვოკატი, საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი და სამართლის ლექტორი. ანი ქავთარაძე, ექიმი, ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი. თორნიკე ბიკაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, იურისტი, კორუფციის მკვლევარი. ბატონებო და ბატონებო,
კოალიცია ცვლილებისთვის საპარლამენტო სიის პირველი ოცეული. ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე აქ დღეს თქვენს წინაშე. მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი. თქვენსავით ვდგები დილით, მივდივარ სამსახურში. ზრუნავ ოჯახზე, მყავს მეგობრები. ალბათ იცით, რომ მრავალი წელია მე ვარ საჯარო მოხელე. ჩემი და ათასობით საჯარო მოხელის სამუშაო მეტწილად უხილავია. ჩვენ არ ვქმნით საინფორმაციოების, ახალი ამბების სათაურებს. ჩვენ ვშრომობთ ჩუმად. ვემსახურებით ქვეყანას, რომელიც ძალიან გვიყვარს. ალბათ ამიტომაც, სწორედ აქ დგომა და კოალიციის სიის ლიდერობა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო ჩემთვის. თუმცა მე გამოვუხმე ჩემ ძალებს და მტკიცედ ჯერა, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება დროის ამ კონკრეტულ მომენტში. მე ვდგავარ ახლა და 1000 რამეზე მეფიქრება. ვდგავარ და თქვენსავით განვიცდი და ვბრაზდები ივანიშვილის ბოდიშზე. რომ თურმე საქართველოს დაუწყია ომი. რომ თურმე რუსეთი მხარი არ ყოფილა და ის შეიძლება ხვალ ზეგ მომლაპარაკებელიც კი იყოს. მე ვდგავარ ახლა და თქვენსავით განვიცდი და ვბრაზდები ქართული ოცნების საარჩევნო ბანერებზე. როგორ ნიშნის მოგებით როგორი ნიშნის მოგებით აგებენ საარჩევნო კამპანიას უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე და უბედურებაზე. მე ვდგავარ აქ ახლა თქვენ წინ და განვიცდი პარლამენტის წინ მოშიმშილე ადამიანების ბედს. დღეს უკვე 30-ე დღეა. როგორ არ ზრუნავს ხელისუფლება მათზე, როგორი დაყრუებული და დაბრმავებულია დღეს მათი პრობლემების მიმართ. მე ვდგავარ აქ და განვიცდი 100,000-ობითი დევნილის ბედს. განვიცდი იძულებით ემიგრაციაში წასული, გახლეჩილი ადამიანების ოჯახების ბედს. განვიცდი, რომ თურმე ისინი საქართველოს მოქალაქეებიც კი არ ყოფილან და დღეს მათ ხმას ართმევენ. მე ვდგავარ, ბრაზდები, განვიცდი და მცხვენია, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მონობას შორის. უნდა გავაკეთოთ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის. უნდა გავაკეთოთ არჩევანი ადამიანის უფლებების დაცვასა და მათ გადათელვას შორის. ბევრს გსმენია და ბევრმა იცის, თუ არა ყველამ ვიცით, რომ ეს არის განსხვავებული არჩევნები. ჩვენთვის ეს არის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი ისტორიის ღირებულებების, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურის შენარჩუნებისთვის. სწორედ ამიტომ ვდგავარ აქ, ამ გუნდთან ერთად, სხვადასხვა ასაკის, განათლების, გამოცდილების ადამიანებთან ერთად და მე მათ ვენდობი. ჩვენ საერთო მიზნები და ხედვები გვაერთიანებს. ჩვენ ვიცით, რომ რუსული ხელისუფლების გაშვება საკმარისი არ არის. ჩვენ ვიცით ჩვენი წარსული, ჩვენი ქვეყნის წარსული გამოცდილება.
ჩვენ ვიცით, რომ კოალიციური მართლობა დაბალანსებული მრავალპარტიული მართლობა მოიტანს ზუსტად იმ ხელშესახებ ქართული ქარტიის ფარგლებში მოიტანს ზუსტად იმ ხელშესახებ სისტემურ და ფუნდამენტურ ცვლილებებს რომელიც შეგვიყვანს ევროკავშირში ჩვენ ვიცით რომ ეს ცვლილებები მოიტანს და გააცოცხლებს ეკონომიკას, მოიტანს თავისუფალ სამართლიან კონკურენციას, მოიტანს კეთილდღეობას და ჩვენ ახალგაზრდებს გავხსნის შესაძლებლობას, რომ თავიანთი რომ წარმატებას მიაღწიონ თავიანთ ქვეყანაში აქ. ეს ცვლილებები ჩვენს პენსიონერებს მოუტანს ღირსეულ ცხოვრებას, ღირსეულ სიბერეს. ცვლილებები დაიცავს დემოკრატიას, განამტკიცებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ჩვენ ყველას გვინდა ეს ცვლილებები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უნდა დავიჯეროთ, რომ თითოეული ჩვენგანი არის აი ამ ცვლილების მომტანი და შემოქმედი. და სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს აუცილებლად ყველანი მივდივართ საარჩევნო ყუთებთან და ხმას ვაძლევთ საქართველოს. მე მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენო ჯენზებო, მილენიალებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის განვითარების, წინსვლის ძალა. არავის დაუთმოთ თქვენი აწმყო და თქვენი მომავალი. და როცა ყველა ერთად წავალთ არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვეს საქართველო. მადლობა. დღევანდელი პრეზენტაცია ყრილობა რაც გინდათ ის დაარქვით დასრულებულია და ბოლო რაც მინდა გითხრათ და მოგიწოდოთ რომ ჩვენ ყველამ ერთად ვთქვათ კოალიცია ცვლილებისთვის ნომერი გამოვყევით სანამ ცაზე ვარ სლავები ინთება დროს და სივრცე სიმღერებით გავსწარი თორემ მე უკვე გვიან იქნება ამერე ყველა სიმიღველა ბგერა ნაუმერე ციგმარულის ლამასლე სასრულო ნუგორია მოეფერეთ ერთმანეს გაიღიმეთ ყველაფერი სიყვარულით ივსება შეიღვარეთ მაშასე მომავალი შენია მთავარი გზავნილით მთავარმა ოპოზიციურმა კოალიციამ პირველი ყრილობა